მთავრობის ეკონომიკური გუნდის ახალი ინიციატივა გლეხებს ჯარიმები დაიკისრებათ იმ შემთხვევაში, თუ კი ისინი მათ კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს არ დაამუშავებენ. უკვე დაიწყო იმ მიწების ფართობების აღწერა, რომლებიც ამ დრომდე დაუმუშავებელია. ჯერჯერობით ისიც უცნობია, თუ რამდენით დაჯერიმდება გლეხი იმ შემთხვევაში, თუ კი მიწის დამუშავებას ვერ მოახერხებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განმარტებით, მიწის ნაკვეთები მთელი ქვეყნის მასშტაბით მაქსიმალურად უნდა იყოს ათვისებული. რაც შეეხება სანქციებს, ჯარიმები მცირე მიწიან ფერმერებს არ გავრცელდება. სავარაუდოდ ჯარიმა მხოლოდ იმ პირებს დაიკისრებათ, ვინც 10 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთის მფლობელია და მას არ დამუშავებს. ეს ყველაფერი არის გაკეთებული იმისთვის, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი აღმოვაჩინეთ ისეთი, როცა ჩვენი მოქალაქეებიც, მათ შორის უცხოელი მოქალაქეებსაც აქვს ნაყიდი მიწის ფართობები და ეს მიწის ფართობები თავისთვის ისვენებს. ჩვენ თუ არ გვექნება გარკვეული ბერკეტები აქტიური მოქმედების, ხო ესე შეიძლება მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა უბრალოდ დაასვენოს მიწა, თვითონ სხვა საქმე და სამსახური იპოვოს და ჩვენის პოტენციალი ვერ გამოვიყენოთ და ვერ შევქმნათ ეს სოფლის მეურნეობის პროდუქტი. ამიტომ გარკვეული იარაღი აქ ალბათ უნდა არსებობდეს და არის მთელი რიგი ქვეყნები, რა თქმა უნდა, ევროპული ქვეყნებიც, სადაც ეს ნორმები მუშაობს.